ბაჰარი. Მაპატია ბაჰარ რომ გალოდინე. არაფერია. ბოდიში მინდა მოგიხადო. ამისთვის დავბრუნდი. რისთვის? ამ მოვლენებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა შერებ. განსაკუთრებით იმ ფაქტმა, რაც რესტორანში ვნახე. მანქანაში გიყვირე. ჩემ მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილი და მეგობრული იყავი. ყოველთვის მისმენდი. მithმენდი და მხარს მიჯერდი. ამისთვის შენი მადლობელი ვარ. უბრალოდ ყოველთვის იგივეთი ვერ გპასუხობ. წეღანდელი საუბრის დროს კი თემა შევცვალეთ. ის რომ არ მეთქვა, ვერ მოვისვენებდი. უნდა მეთქვა. ჩემთან საბოდიშო არაფერი გაქვს. გახსოვდეს, შენზე არც ნაწყენი ვარ და არც გაბრაზებული. შენ ისეთი რთული დღეები გამოიარე. ჩემ ადგილას ნებისმიერი ასე მოიქცეოდა. ნებისმიერი. მაინც გმადლობ. იმისთვის რომ ყოველთვის ჩემ გვერდით ხარ. შენი მხარდაჭერა არასდროს დამკლებია. შენი სიტყვები ძალიან მეხმარება. შერებ, რაღაც მინდა გკითხო. გისმენ? მამა ჩემი როგორი ადამიანი იყო? აღმოჩნდა, რომ იმ შემთხვევაში თუ აისუნი მას ცოლად არ გავყვებოდა, დემირის მოკლი დაემუქრა. ამის გჯერა? ეს აისუნ ჰანიმმა თქვა. ნედავ ამის გახსენება შემეძლოს. ცდილობ, მაგრამ ვერ ვიხსენებ. შენ მამა ჩემთან ახლოს იყავი. შერებ, მამა ჩემი მართლა ისეთი საშინელი ადამიანი იყო, რომ ასეთ რამეს გააკეთებდა? მე და ჰარუნ ბეი არც ისე ახლოს ვიყავით, როგორც გგონია ბაჰარ. მე ძირითადად სახლის საქმეებით ვიყავი დაკავებული. თანაც ადამიანი ცდილობს თავისი ბნელი მხარეების სხვა ადამიანებს არ დაანახოს, მაგრამ მე თუ მკითხავ, არ მჯერა, რომ ჰარუნ ბეი ამას გააკეთებდა. ის ასეთი არ იყო. გმადლობ, შერებ. კარგი, მერე დავილაპარაკოთ. ახლა საქმე მაქვს, დროებით. გისმენ, რა გინდა, ბევრი დრო არ მაქვს. აისუნის შესახებ მინდოდა თქვენგან რაღაც გამეგო. ფიქრობ, რომ ეშმაკის ადვოკატს ვენდობი? აისუნზე სიტყვას არ გეტყვი. იჯექი შენი ქალბატონის ფეხებთან და მე თავი დამანებე. რაუჰ ბეი, გთხოვთ, ეს მართლა მნიშვნელოვანია. ვიცი, არანაირი მიზეზი არ გაქვთ იმისა, რომ მენდოთ, მაგრამ მე და თქვენ აისუნზე ერთი აზრის ვართ. გთხოვთ, დამეხმარეთ. და რა გინდა? მინდა ვიცოდე ასე რატომ გძულთ. ასევე მინდა ვიცოდე ჰარუნ ბეისთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა. ვიცი, რომ ბაჰარის დახმარება გინდათ.
ამიტომ ყველაფერი მომიყევით, რაც იცით. ყველა დეტალი გაიხსენეთ, რაც თავში მოგივათ. თუ ეს შენთვის მართლაც ასე მნიშვნელოვანი არ დაგავიწყდეს, თუ როგორი ოსტატობით შეუძლია თვალებში უყურებდეს ადამიანს და ატყუებდეს. აისუნს, რომელიც იმაზე საშიშია ვიდრე ჩანს, წარსულში ბნელი მხარეები ექნება. მაგრამ რადგან აქამდე არ გამოაშკარავებულა, ესე იგი, კვალი პროფესიონალურად წაშალა. აი ამის პოვნა შეეცადე. მაგრამ გახსოვდეს, თუ შენს განზრახვას მიხვდება, ვერ წარმოიდგენ, რა გელოდება. წარმატებები. მიდი ლამაზო. ჯერ დააუთოვე და კარადაში მერე შეკიდე. ჩემოდანში დაიჭმუჭნა. ასეთი თავხედი როგორ ხარ? ჩემი აზრით ყველაფერი რიგზია საყვარელო. თუ გარეთ გაგდებით და საკეტის გამოცვლით ნერვებს არ მომიშლი, მეც არ მოგიშლი. შევთანხმდით? რა სიტყვი? Demir nasıl böyle bir şey yapar? კიდე ვერ ვიჯერებ დემირმა ის როგორ გააკეთა. ადამიანს რომელმაც ასეთი რამ ჩაიდინა, ჩვენს დემირთან არანაირი საერთო არ აქვს. კონულხანიმ ამბობთ, რომ ძალიან ზრდილობიანი ახალგაზრდაა. მაგრამ როცა საქმე სიყვარულს ეხება, არავის იმდობა არ შეიძლება. უკვე აღარ ვიცი ვის უნდა ენდო. საბრალო გოგოს არც დედა ყავს, არც მამა. ცოტა ხნის წინავარი ეცლებს გადაურჩა. მეხსიერება დაკარგა. შურისძიების გამო შეიძლება უდანაშაულო გოგოს სიამაყე ფეხქვეშ გათელო. ასეთი უსინდისო როგორ უნდა იყო. არა ფამუქანი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ ყველაფრის უკან რაღაც იმალება. დემირს დავურეკავ და გავარკვევ რა ხდება. პასუხობს. გონია გიპასუხებს? ელფინს დავურეკავ. ელფინ, დემირ ბაჰარს ასე როგორ მოექცა? ორივე ჩემ თვალწინ გაიზარდეთ. იმედგაცრუებული ვარ. გამოდის, რომ ყველაფერზე ხართ წამსვლელი. შვილო, განა შეიძლებოდა ბაჰარის გრძნობებზე თამაში. დეიდა გონულ ძალიან მწუხვარ, მაგრამ საქმე ცოტა სხვაგვარად არის. როგორ? მოყევი, ჩვენს გვინდა გავიგოთ. საქმე ის არის, რომ აჯობებს ჩემს ძმას დაურეკოთ. ელფინ, ჩემ ზარებს არ პასუხობს. შვილო, შენ მაინც მითხარი რა ხდება? თუ უბრალოდ ერთმანეთს ვერ შეეწყნენ და დაშორდნენ, ეს სხვა ამბავია. მაგრამ თუ ის შურისძიების იარაღად გამოიყენა, ამას ნამდვილად ვერ გავიგებ. თქვი, არის რაღაცები, რაც არ იცით. სხვას ვერაფერს გეტყვით, მაპატიეთ. მითხრა, რომ არის რაღაცები, რაც არ ვიცით. ახლა სულ დავიბენი.
რა გინდოდა დემირ? რა დაგიშავე? ეს რით დავიმსახურე? რით დავიმსახურე? ხომ მიყვარდი? რისთვის დამსაჯე? რატომ მომატყუე? Ağla bakalım küçük kız. იტირე პატარა. Daha çok ağla. გულიანად იტირე. Sevdiğim adama. ჩემს საყვარელ მამაკაც ვერ წამართმევ. თქვი შენთვის მართლაც ასე მნიშვნელოვანი არ დაგავიწყდეს თუ როგორი ოსტატობით შეუძლია თვალებში უყურებდეს ადამიანს და თანატყუებდეს. აი სუნს რომელიც იმაზე საშიშია ვიდრე ჩანს. წარსულში ბნელი მხარეები ექნება. იმ დოკუმენტების ხელში ჩაგდების მერე აისუნის წინააღმდეგ ყველა კოზირი დავკარგე. რამენაირად ბაჰარი უნდა გადავარჩინო. რაღაც უნდა ვიპოვო. მისის საიდუმლო უნდა გამოვააშკარავო. მას მერე იარაღს ატარებთ აისუნჰანიმ? ლიცენზია გააქვთ? რა თქმა უნდა დემირ. მაგრამ თან მაინც არ დამაქვს. უпроსტორად არ დამქონდა. უბრალოდ ჰარუნის სიკვდილის შემდეგ თქვენი მესმის. მაგრამ მაინც უცნაურია რომ იარაღით დადიხართ. ხო, მართალი ხარ. პისტოლეტი. თქვი თქვა რომ ლიცენზია აქვს. პისტოლეტი დამეხმარება. მართალი ხარ ძმაო. შეხედე. მოძრაობებს დააკვირდი ძმაო, მიდი. ძმაო, არასწორად აკეთებ, მე შემომხედე. მეფე ხარ, თარიქ, მეფე. ახლა გასაგებია. ოჩახ, გასაგებია. გაიგეთ? აქ რა ხდება? გათიშე. ჰაზან ისევ? გადაღებების დროს შემოსვლა არ შეიძლება. თავიდან მოგვიწევს ჩაწერა. გაიცანი, ეს კუნთერია, ეს კი ორჯუნი. ჩემი მეგობრები არიან სააგენტოდან. სავახშმოდ მოვიდნენ. გამარჯობა ჰაზან. სასიამოვნოა შენი გაცნობა. გაინძერი რაც გახარ ვახშმობის დრო მოვიდა. მოგჩივდა. სტუმრებს ნუალოდინებთ. მიდი. კარგი, კიდევ ერთხელ გიჩვენებთ. მიდი. გადაიღე ძმაო. მიდი დაიწყე. შემომხედე? აი ასე. შეხედე რა ნიჭიერია. თავს ასე რატომ უგრძნობ? ალბათ გავცივდი. მერთო იმედია ისევ იმ დაავადებასთან ბრძოლა არ მომიწევს. ისეთი დაღლილი ვარ. გეფიცები, ფეხზე ვერ ვდგავარ. მხოლოდ ფანჯრების გაწმენდა მთხოვა. მერე კი მთელი სახლი დამალაგებინა. ფეხები მტკივა. რა ხდება? რა გჯერს? სახეზე ფერი არ გადევს. ნედა ვიცოდე რა მოხდა დეიდა. რა მოხდა? ჩემი ძმა ხომ საზღვარგარეთ უნდა გამგზავრებულიყო? ხო. ხო და არაფერი გამოვიდა. იმეშმა გაისუნ სხვა გეგმები ქონია. მას მერე რაც ბაჰარი და ჩემი ძმა ერთმანეთს დააშორა. ბაჰარის თვალწინ ჩემს ძმას ხელი ჩასჭიდა და
თავი ისე მოაჩვენა, თითქოს შეყვარებულები არიან. ღმერთო, ხედავ რა ხდება. მე კი არაფერი ვიცოდი. რა საშინელებაა. ნუ თუ აისუნმა კონვერტის მოპარვა ამისთვის დამავალა. დემირი და ბახარი რომ დაქორწინებულიყვნენ. აისუნთან საქმე აღარ გვექნებოდა. რა გჭირს დეიდა? რაზე ჩაფიქრდი? ხედავ ბახარის და ჩემი ძმის ამბავმა შენც დაგაღონა. ხო, ძალიან მეწყინა. მეწოდებიან. გისმენ. შენთან დალაპარაკება მინდა. შეგიძლია ამოხვიდე? კარგი, ახლავე. ხორცი ჯერ მზად არ არის? იჩქარე, მგლები ვითქვშია. მაბადიე, მაგრამ არ გითქვამ სტუმრები თუ მოგყავდა. დაელოდეთ. ჩემი სტუმრებით როდის შემიწუხები ხარ? ნუ წუწუნებ. მიდი დაუჩქარე, რამდენიმე წუთს გაძლევ. მიდი საყვარელო, მიდი. რადგან სამზარეულოში ტრიალებ, ჰაიდარიც მოამზადე. დიდი ხანი არ მიჭამია. გისმენ დედიკო, შვილო, როგორ ხარ? უკეთ ხარ შვილო, ცოტა ხანს დაისვენე. რა თქმა უნდა, გმადლობ დედა. მიხარია შვილო, არც ჩვენთან არის სიმშვიდე. შენი აფურიაქება არ მინდა, მაგრამ გული შემდგება შენზე და აქ მომხდარი ძმა დარდებს. ძალიან ვღელავ, რომ შენზე ნორმალურად ზრუნვა არ შემიძლია. ჩემთან ყველაფერი კარგად არის დედა. ნუ ღელავ. მიხარია საყვარელო, ეს რომ მესმის. ხაზან, ეს რა ხმებია შვილო? გარეთ გახვედი? არა დედა, თარიქის თანამშრომლები და ნათესავები გვყავს სტუმრად. რა ბედნიერი ვარ შვილო, რომ ნამდვილი ოჯახი გახდით. კეთილი სტუმარი ოჯახის კურთხევაა შვილო. ღმერთმა დაგიცვას საყვარელო. ღმერთმა დაგლოცოს. კარგი იქნება დედა. მისმინე საყვარელო, ფეხმძიმედ ხარ, ძალიან არ დაიღალო. თავარი არ დაიღალო, კარგი შვილო. გთხოვ არ დაიღალო. კარგი დედა, ახლა წავალ სტუმრებს მივხედავ. მე ისევ დაგირეკავ, კარგი? კარგი, ბედნიერ საღამოს გისურვებ. წავალ ჩაის დავასხამ. შენს გინდა? ხო, მინდა, წათი დამისხი. როგორ ჩანს ის ორი? ჩემ გამოდაშორდა. რა თქმა უნდა ასია.
ალო, აისუნ ხანიმ როგორ ხართ? რა გინდა ხაჯერ გისმენ? უკაცრავად როგორც გავიგე, თქვენ და დემირი ახლა ერთად ხართ. ნუ თუ მართალია. ასეც რომ იყოს შენ არ გეხება. არა რატომ? ძალიან მიხარია. მოსალოცად დავრეკე. იმედი აღმერთი ბედნიერად გამყოფებთ. იმედი კონდეს ხაჯერ გმადლობ. კიდევ მინდა და მეთქვა რომ ალო. ალო. დეიდა. შვილო, მუდმივად მომეპარები ხოლმე. მინდა და მეკითხა ჩაი ლიმონით გინდა თუ არა? ლიმონით. თვითონაც ხედავ შერებ. როცა ხელს არ მიშლი, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ჩაფიქრებული მაქვს. დემირი ჩემს ხელში აღმოჩნდა. ის მივიღე, რაც მინდოდა. ასე რომ, შენ და ბაჰარ შორის დაბრკოლება აღარ არსებობს. იმედი ეკმაყოფილი ხარ. მოყოფილი ვარ, მაგრამ შენ რა მადლობასელი? არა, შენგან არაფერს ველი. ოღონდ ხელს ნუ შემიშლი. მე ბაჰარის მოშორება მინდა. შენ კი მასთან ყოფნა. გამოდის ერთმანეთს ვაძლიერებთ ძვირფასო. რაც გინდა გააკეთე. ოღონდ მაინტერესებს ბაჰარის მოშორებას როგორ აპირებ. იმედია არაფერს დაუშავებ. არ მეგონა ასეთი უდვინო თუ იყავი შერებ. ნებისმიერ ქალს მხარში დგომა სჭირდება, როცა გულგატეხილია. ჩობს ბაჰარის გვერდით იყო და გაამხნელო. ვიდრე ჩემთან მოხვიდე და შემევედრო, რომ მას არაფერი დავუშავო. შეგიძლია არ იდარდო აისუნ. ბაჰარი ახლა მეტად მენდობა ვიდრე ადრე. მისმინე შერებ. მინდა რომ ჩემს მხარეს იდგე. და არ მეწინააღმდეგებოდე. შევთანხმდით? სანამ იმას გააკეთებ, რაც მე მინდა, ერთად ვიმოქმედებთ. შევთანხმდით? მოკლედ ასეთი ამბავი იყო. მე დავდგამ. საკმარისია, ნუ ეხმარები. ხაზანს არ უყვარს, როცა მომსახურებაში ხელს უშლიან. ყველაფერს თვითონ ამზადებს და სუფრაზეც მოაქვს. ნება რომ მივცე, თავისი ხელით მაჭმევდა. ხომ ასეა საყვარელო? ძვირფასო, სუფრაზე წითელი წიწაკა არდევს. სწრაფად მოიტანე. რა თუ არ გვაქვს, დედას ვეტყვი და ის მოიტანს. არა, გვაქვს. მოვიდან. მიირთვით მეგობრებო, თორემ გაცივდება. ახმოვანებულია ტელეკომპანია